ქართულ ენაზე. მოკლედ 1978 წლის 14 აპრილის დილა უჩვეულოდ დაიწყო თბილისის უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ათასობით ახალგაზრდა რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა, სადაც უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესია მიმდინარეობდა. ამ სესიაზე საქართველოს ახალი კონსტიტუცია უნდა დაემტკიცებინათ, რომელშიც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი გაუქმებული იყო. ამ შესაძლო გადაწყვეტილებას მძაფრი პროტესტი მოყვა. საბოლოოდ საკონსტიტუციო კომისია მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ენა ყოფილიყო ქართული ენა. 1990 წლის 14 აპრილიდან ქართული ენის დღე აღინიშნება. ჩვენი ჟურნალისტი თეო ცუცკირიძე ამ დღის შესახებ უფრო მეც გიამბობთ. 14 აპრილის 9 საათზე მივედით ლექციაზე. კითხეთ, რომ ხალბად დამანა როგორ მოვიქცეთ, ესეთი რამ თქვა, როგორც თქვენი სინდისი გიკარნახებთ და როგორც თქვენი პატრიოტული გული, ისე უნდა მოიქცეთო. გზა, რომელიც 70-იანი წლების ქართველმა სტუდენტებმა გაიარეს, მარტივი არ ყოფილა. მაშინდელი ახალგაზრდების რეალობა გაზეთ კომუნისტში წაკითხულმა ამონარიტმა შეცვალა. საიდანაც გაიგეს, რომ ქართულს, როგორც სახელმწიფო ენას საფრთხე ემუქრებოდა. მახსოვს, აქ რო ვიდექით, როგორ დაიძრა ხალხის ნაკადი, ახალგაზრდების ძირითადად. მე როგორც ჩემი ერთ-ერთი მეგობარი მეუბნებოდა, მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა გოგონების და ბიჭების ჯგუფიო და ესე გვითხრესო, რომ არიქა ენას გვართმევენო და ასე მთელ ვიხულეთო თელმა ამ ერთმა კორპუსმა მერე ვიღაცები შემოგვიერთდნენ და დავიძარითო და აი აქ ვარაზის ხევში მოდიოდა უზარმაზარი ნაკადი. ათეულათასობით ახალგაზრდა მოიყარა თავი და მერე მთლიანად ეს წავიდა. ზემოდან მერე შემოუერთდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტობა. საბჭოთა კონსტიტუციის ახალი ვერსია. ათეულობით 1000 სტუდენტის, პროფესორ მასწავლებლისა და ინტელიგენციის წარმომადგენლის ვნებათა ღელვის მთავარი საგანი გახდა. იყო დაბნეულობა, თუმცა ყველა თაობა თანხმდებოდა იმაზე, რომ ქართული ენა ნებისმიერ ფასად უნდა დაეცვათ. იყო იქ, რა თქმა უნდა, თავმოწონების მომენტიც. არ შეიძლება რომ არ ყოფილიყო, იმიტომ რომ აბსოლუტურად არ მწოდნენი ვიყავით ჩვენ აი ეგეთი რაღაც მიტინგის თუ თავყრილობისა და ჩვენ უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი საამაყო ფურცელი ჩაიწერა ერთიანობის, ურთიერთობათა განმტკიცების და ალბათ მოიხაზა საქართველოს თავისუფლების მომავალიც. გია ალიბეგაშვილი მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. უნივერსიტეტის ეზოში 1978 წელს მომხდარი მოვლენები მისთვის დღესაც ამაღელვებელია. საქართველოს უახლოეს ისტორიაში, უახლოეს წარსულში ეს არის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე. ეს იყო ერთ-ერთი მძლავრი ბიძგი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გია ალიბეგაშვილთან ერთად ენის დამოუკიდებლობისთვის მისი ლექტორებიც იბრძოდნენ. დამანა მელიქიშვილის სტუდენტების მხარდამხარ იდგა. უნივერსიტეტის კარი ჩაიკეტა. თუმცა წინააღმდეგობის ტალღა იმდენად მძლავრი იყო, რომ სტუდენტებს წინ ვერც ესაღუდგა. თანდათან აზვირთდა და როცა უკვე კრიტიკულ იმამდე მივიდა რა ეს გამოსვლები და ეს წინააღმდეგობა, ჩაკეტეს უნივერსიტეტის კარი, მაშინ ვიყავი ქართველოლოგიური განყოფილების გამგები. მეც მევალებოდა იქ ყოფნა, რომ სტუდენტებს არაფერი დაშავებოდათ და ეს მოვახერხე. დემონსტრაციისას სტუდენტების დაშავების საფრთხე უფრო და უფრო რეალური ხდებოდა. თუმცა ენის დაკარგვის შიში მალევე გამარჯვების სიხარულმა შეცვალა. კომუნისტური პარტიის მაშინდელმა პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ქართულის როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი აღდგა. ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოცხადდა. ეხლა დამიარა. მე ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ გავიმარჯვებდით, იმიტომ რომ უკვე იყო მაგისი წინა პირობები. დამანა და მე ერთი თაობა ვართ. გია ცოტა უმცროსია. აპრილის დრამატულ მოვლენებს ლიტერატურად მცოდნე ზაზა აბზიანიძეც იხსენებს. მისთვის აპრილის მოვლენების მთავარი გმირი მისი მეგობარი და კოლეგა ვახუშტი კოტეტიშვილია. ეს ბედნიერი დღე არასოდეს არ დამოეწყვება. ვახუშტი კოტეტიშვილის გვერდზე ვიყავი იმ დღეს. მისნაირი ადამიანები
განასახიერებდნენ სწორედ იმ საუკეთესო საქართველოს და აი მათ მხრებზე შემოაბიჯა საქართველოში თავისუფლებამ და შინაგანი ღირსების გზნობამ, რაც აი ასე გამჟღავნდა 14 აპრილს და ეს დღე სულ დარჩება ჩვენთვის, ჩვენი შინაგანი თავისუფლების, ჩვენი სახელმწიფოებრივი თავისუფლების და ჩვენი მომავლის სიმბოლოდ. ენის სტატუსი საბჭოთა ხელისუფლებამ ვერ შეცვალა. თუმცა 14 აპრილის მოვლენების ამსახველი უნიკალური ფოტო და ვიდეო მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. ამის მიუხედავად მაშინდელი სტუდენტების პატრიოტული სულისკვეთება მეხსიერების ღრმა შრეებმა მთელი სიმძაფრით შემოინახა. საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა დაეთმო. 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.